შეხედე, სულ ჩვენ გვაშტერდებიან, რამე მაქვს დახატული შუბლზე? ჩვენ რატო გვაშტერდებით, ვარსკვლავები გვინათებენ შუბლზე? ბიჭებო, შეხედეთ როგორ შურთ თქვენ რომ კალათბურთელები ხართ და ისინი არ არიან. დიანა, როდის მოვა, აქ ვეღარ ვიქნები და ეს ბავშვებიც ბურღავენ და ბურღავენ თვალებით. აცადე ბურღონ მეტი რა შეუძლია. დიანა მალე მოვა, მითხრა რომ ცოტა დააგვიანდებოდა. მოკლედ გოგოებო, გუშინ საშოპინგოდ ვიყავი და კაბის ჩაცმა რომ ცადე არც კი მომერგო. კარგი, ვსო, დიეტაზე უნდა დავждე. მე არ უნერვიულობ, შევუკვეთავ კაბას ჩემს ზომას. რა თქმა უნდა, მარიუსა, შენ არ გადარდებს, შენ შეყვარებული ფუნთუშას გეძახის. ხო, მეძახის, ძალიან საყვარელია. რა კარგია რომ თქვენაირი პრობლემები არ მაქვს. მე ნებისმიერი კაბა მერგება. მეგობრებო, გაიგეთ მარუსას შეყვარებული რას ეძახის? ხო, ბაჭიას. ჰეი, კალათბურთელებო, ბაჭიას ნაყოფნა გინდათ? ჰეი, ცომო, არ გესროლო ახლა ეს ბურთი. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა, ყველას გამარჯობა. დანა, გამარჯობა. გამარჯობა დანა. დანა, გინდა დახუჭობანა. კი, არტემ, ვითამაშოთ დამალობანა და გეუბნები ვერ მიპოვი. დანა, ნუ ელაპარაკები მაგათთან აღარ მეგობრობ. რატომ? დიანა, ანუ დღეს სკოლის მერე არ გავდივართ, შენს პატარა გოგოსთან უნდა იყო. არა, ბროვასტი, რა თქმა უნდა წავალთ. დანას წავიყვან სახლში სკოლის მერე. უი, დანა, აი გაიცანიეს სმაილიკია, ჩემი შეყვარებული. დიანა, რას გულისხმობ ახალი შეყვარებული? სად არის შენი ძველი შეყვარებული, დიმა? დიმა წარსულს ჩაბარდა და ახლა ახალი შეყვარებული მყავს, სმაილიკი, კალათბურთელია, მიდი გამარჯობა უთხარი. გამარჯობა. დიანა, დიმა ჯობდა. დიანა, რა თქვა? არაფერი, თქვა რომ ძალიან მაგარი ხარ და აუცილებლად მეგობრები იქნებით. დიანა, კლასში შედიხარ? კი, მოვდივარ. მოკლედ, დანა, შენ აქ დარჩი და მე უცბად მეორე სართულზე ავალ და მასწავლებელს ვკითხო თუ შეიძლება რომ ჩემ კლასში შემოხვიდე, კარგი? ხო, კარგი, ოღონდ დიდხანს არ წახვიდე, თორემ მომენატრები. კარგი, არ წავალ დამელოდე? კარგით, ბავშვებო, წავედით. ღმერთო ჩემო, დიანას ახალი შეყვარებული ყავს. დიმა რატო არ მოწონდა? კარგი, მე ვივარჯიშებ. კარგი, წადი. მერე მოგვიანებით ვნახავთ. დიანა, იმედი მაქვს დანა სკოლის მერე სახლში წაიყვან, თორემ ვერ გავერთობით ჩვენ, მარტო გვინდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, წავიყვან, უბრალოდ დედაჩემს რაღაც საქმე გამოუჩნდა და მთხოვა რომ დანა წამომეყვანა. კარგი, შესვენებაზე გნახავ. კარგი. დანა, გამარჯობა. აქ რას აკეთებ? დიმა, გამარჯობა. დიანას ველოდები. სად არის დიანა? აქ მარტო დაგტოვა? სხვათა შორის დიმა, დიანა მომაკითხავს. უბრალოდ ჯერ მეორე სართულზე ავიდა რომ მასწავლებელს კითხოს თუ შეიძლება რომ თქვენს გაკვეთილზე შემოვიდე თუ არა. გასაგებია, კარგი იყო ნახვა, ახლა უნდა წავიდე. დიმა, მოიცადე. სიმართლეა რომ შენ და დიანა დაშორდით? ხო, მართლა დიანას კალათბურთელი შეუყვარდა და მიმატოვა. ხო, დიმა, გავიცანი მისი ახალი შეყვარებული, მაგრამ საერთოდ არ მომწონს. არც მე მომწონს, მაგრამ დიანას მოწონს, მე რა ვქნა? დიმა, არ მჯერა, ასე ადვილად ნებდები? აუცილებლად უნდა დავაშოროთ ერთმანეთს. დანა, არ იცი ეს უკვე რამდენჯერ ვცადე, არ მუშაობს, ახლა კლასში უნდა წავიდე. ესე არ შეიძლება. რისი გაკეთება შემიძლია რომ დიანა დავაშორო თავის ახალ შეყვარებულს? გამარჯობა დიანა. მოკლედ დანა, იქ ჯოჯოხეთი არის საერთოდ, მასწავლებელმა არ მოგცვა უფლება. რა? არ მოგცვა უფლება? ანუ მე აქ მარტო უნდა ვიჯდე მთელი დრო? არა, დანა, არ მოგიწევს აქ მთელი გაკვეთილის განმავლობაში მარტო ჯდომა. იცი რა, კალათბურთელებთან წაგიყვან, მათ ახლა ვარჯიშებ და მათთან შეგიძლია დაჯდომა. არ არის ეს კარგი იდეა. კარგი დანა, უნდა ვიჩქარო, თორემ მასწავლებელი მომკლავს. ჰეი, ბროვას, ნახე დიანას პატარა ამდამ როგორ შემომხედა, მგონი არ მოუწონო. სმაილ, არის დარდო მაგაზე, არა უშავს. მოკლედ, ბიჭებო, თქვენი დახმარება მჭირდება. მასწავლებელს რომ თხოვე რომ დანი ჩემთან ერთად კლასში დამჯდარიყო, უარი მითხრა, ამიტომ თქვენთან დარჩება, კარგით? დიანა, რატომ ეკითხები, რა თქმა უნდა შეიძლება. კარგი, მაშინ. შენი სახელი რა არის? ბურთით ვითამაშებთ? კი, რა თქმა უნდა ვითამაშებთ. ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარეთ. მოკლედ, დანა, ეს არის სმაილიკი, ეს არის ბროვასტი და ისინი გასწავლიან ბურთით როგორ უნდა ითამაშო. კარგი, მე მივდივარ. შეხედა ჩემს ვარდისფერ ბურთს, გინდა თამაში? ხო, ვითამაშოთ. ბურთი მომეცი? ბროვასტი, აქ გაკვეთილი როდის მთავრდება? სმაილ, გაკვეთილი ახლა ხანს დაიწყო. ჰეი, დიანას ახალ შეყვარებულო, დაიჭირე. ამბობს, შენ არ მოეწონე, არა უშავს, მოვაგვარებ. კარგი, დაიჭირე ბურთი. კარგი, აი ეს შენ თვითონ მოითხოვე. დიანა, შენი და ფოიეში დატოვე, რომ დაგელოდოს? ოხ, დიმა, შენ როდიდან გადარდებს ჩემი და?
დიანა, დანას გამარჯობას ჩვენთვის რატო არ ათქმევინებ? დიდი ხანია ვიცი. ხო, შენს კალათბურთელებზე მეტად. ხო, დიანა, ძალიან უცნაურად იქცევით. ახლა დანასაც ვეღარ უნდა მივესალმოთ? ხო, მე და შენ თუ არ ვლაპარაკობთ, ეს რა დანას ბრალია. ახ, გოგოებო, იცით რა, თქვენ ჯობია საერთოდ შეწყვიტოთ ჩემზე ჭორაობა. ყველაფერი ვიცი და ყველაფერი მესმის. ლეილა, რამდენი ხანი უნდა გელოდო? აუ, ბავშვებო, არ შემიძლია, ბავშვებო. ლეილა, დანიძლავდი, ხო და მიდი. ლეილა, უსამართლობა, შენ თვითონ დანიძლავდი. ლეილა, 1 2 3 მიდი და ყველა თავისუფალი ვართ. ბავშვებო, არ შემიძლია. ლეილა, ნება მომეცი გაკოცო, თუ არ შეგიძლია. პატრიკ, ხომ კარგად ხარ? რა განსხვავებაა საერთოდ? მე გაკოცებ თუ შენ? მაინც ხო ვაკოცებთ ერთმანეთს? მოდით, ყველა წავიდეთ სამის დათვლაზე. თუ არა კოცებ, იცოდე ძალიან ინანებ. ხო, ლეილა, შენ ყოველთვის ჩხუბობ, ნაძლევს და მე უკანი ხევ ხოლმე. ლეილა, ხედავ, ყველას უნდა რომ ვაკოცოთ. 1 2 კარგი, მოიცა პატრიკ. ლეილა, მორჩა. ლეილა, დროზე 1 2 3. კარგით, გაჩერდით, თანახმოვარ. ოღონდ მხოლოდ კარგი, მაგრამ მაშინ ლოყაზე. ნუ ხო, კარგი, ჩავცვალოთ, არა და არ არის ეგ კოცნა. იანა, მოდი ვაჩვენოთ როგორ უნდა კოცნა. მის მინიარდემ თავი დამანებე, მე ხომ შეყვარებული მყავს. იანა, მოდი არ უთხრა შენ შეყვარებულს, კარგი? არ ეტყვი? არა, ვეტყვით. არ ვეტყვით. ყველამ თავი დამანებეთ, მე შეყვარებული მყავს და მის გარდა არავის არ ვაკოცებ საერთოდ. კარგი, ამასაც ვნახავთ. დანა, დიანა რამე სახლში ამბობს? სმაილ, დამშვიდდი, რანაირად ეცოდინება? არა, დიანა არაფერს არ იძახის, მარტო თავის დიმაზე ლაპარაკობს. დიმოჭკათი რას გულისხმობ? ბროვასტი, ეს გაიგონე? ხო, მას არაფერი არ ესმის, რას ეკითხები? მე არ მესმის არაფერი? ყოველ დღე თავის ოთახში, თავის ბალიში ტირის ხოლმე და დიმა ძალიან მიყვარხარ, ასე იძახის ხოლმე, გაიგეთ? ყველაფერი შევჭამე, კიდევ ხომ არ გაქვთ ესეთი კინდერი? კინდერი არ მოქვს, მხოლოდ ჩუპა-ჩუპსია. აიღე. მიდი, კიდე მკითხე რაღაცეები, ყველაფერს კი პასუხებ. ბროვასტ, რა კითხვა დაუსვა? კითხე, ვის ელაპარაკება ხოლმე ტელეფონით. დანოჭკა, დიანა, ვის ელაპარაკება ხოლმე სახლში ტელეფონით. იქნებ სახელები გაიგე. ოი, სლაიმ, იცი რამდენი თაყვანისმცემელი ურეკავს? მე სლაიმი არ ვარ, სმაილი ვარ. რა არის მისი სახელი, გაიგონე? ვადიმი, ჟენია, დიმა და კირილი. ჯანდაბა ბრაუს, ვიცოდი რომ რაღაცას მიმალავდა. ახლა რა უნდა გავაკეთო? რა უნდა ქნა? უნდა ათქმევინო ვინ არიან ეს თაყვანისმცემლები. სლაიმ, მე მოგცემ რჩევას. დაშორდი დიანას, გაიგე, დაშორდი. დანა, რას გულისხმობ დაშორებით? არ მინდა დიანასთან დაშორება. მომისმინე სმაილ, ჯერ დიანას დაელაპარაკე და მერე გადაწყვიტე. რა არის აქ გადასაწყვეტი? დაშორდი მეთქი და შენი თავისთვის უკეთესი პოვი. კარგი, იანა, ახლა მესამე სართულზე ავიდეთ კალათბურთელებთან, დანა უნდა წამოვიყვანო. დიანა, თუ გინდა შემიძლია დანასთან გავისეირნო უკან. არა, დიმა, მადლობა. კარგი, წავედით. გამარჯობა დიანა, ჩვენ აქვთ გავართ, თუ აღარც გვამჩნევ უკვე. დიანა, შენ სად გაიქეცი? ვაიმე, ისე ჩქარა წავედით, ვერ შეგამჩნიეთ. ხო, მადლობა ძალიან დიდი დანას რომ მიხედეთ. აბა რამე ჭამა? დიანა, მოიცადე, სერიოზულად უნდა დავილაპარაკო. რა მოხდა, დანა, ცუდად ხომ არ იქცეოდი? ის არაფერ შუაშია. დიანა, ეს შენ გეხება. ბროვასტი, რა მოხდა? საერთოდ რა ხდება? ახლა ყველაფერი გეცოდინება. იცი რა დიანა, დანამ ყველაფერი მითხრა შენზე, რომ აქ დადი ხარ, მეხუტები, კოცნი, მაგრამ სიამლეში სხვა ხარ. დანა, რეები ილაპარაკე ჩემზე, ჰა? არაფერი არ მithქვამს დიანა, არაფერი ცუდი არ მithქვამს. ბროვასტი, ამიხსენი, რა ხდება აქ? იანა, არ მინდა ამაში ჩავერიო. მეგობრებო, ალბათ ნამდვილი ჩხუბია, დანამ რაღაც სერიოზული მითხრა. იცი დიანა, დანამ მითხრა როგორ ტირი ყოველ საღამოს ბალიში დიმას გამო, თუ მე გიყვარვარ დიმას გამო, რატომ ტირი? იეს, დიანას ისე უყვარვარ, ყოველ ღამე ჩემს გამოტირის, გაიგონეთ? რა? დიმას გამოვტირი? დიმა და მე ძალიან დიდი ხნის წინ დავშორდით, აღარც კი მომწონს. დიანა და ჩუმი თაყვანისმცემლები, რომლებიც ყოველ ღამე გირეკავენ, პეტია, ვასია, კირილი. რა? ჩემი თაყვანისმცემლები? არავინ არ მირეკავს ღამე. დანა, რა უთხარი საერთოდ? დიმა! ხო, დანა. დიმა, დიანა, მალე შენ დაგიბრუნდება. ხო, დიანა, დანამ ყველაფერი მითხრა შენზე, როგორ მოაქვს კურიერებს შენთვის ყვავილები. იცი რა, დანა, ძალიან დიდი მადლობა, რომ სმაილიქს ჩემზე მოატყუე. ახლა აღარ გიყიდი იმ სათამაშოს, რომელზეც დაგპირდი. რა, კარგი, მაშინ მთელ სიმართლეს ვიტყვი. ჯანდაბა, დანა, საკმარისია, აღარ მინდა სიმართლე. არა, სმაილიქ, ახლა მოусმინე დანას. სიმართლეს იტყვის. აბა მიდი, აღიარე. სლაიმ, მოპატიე, დიანას არ ყავს არავითარი თაყვანისმცემლები და არავინ არ ურეკავს საერთოდ. მოვიტყუე. გაიგე? მოიცა დანა, დავიბენი. შენ თქვი რომ თაყვანისმცემლები ყავს და ყოველ ღამე დიმას გამოდირის. სლაიმ, უბრალოდ მოგატყუე, იმიტომ რომ მინდოდა რომ დიანა დიმას დაბრუნებოდა. სიმართლე რომ გითხრა, თავიდან არ მომწონდი საერთოდ.
ჯანდაბა რატომ აღიარა დანამ ყველაფერი კარგად დაიწყო. გაიგე სმაილიკ, არავითარ ერთაყვანისმცემლები არ მყავს, მე მხოლოდ შენ მიყვარხარ და დანას კიდე მოხვდება. დანა, ანუ ეს ყველაფერი იმიტომ თქვი რომ მე არ მოგწონო არ? ხო, მაგრამ მე მომეწონე კინდერის დატკბილეულის მერე. კარგი, მოკლედ ყველაფერი გაირკვა, არანაირი დაშორება არ იქნება. ხო, წავედით. წავედით. ესე იგი დიანამ ჩემს გამო არ იტირა? დანა ხუმრობდა? დიმა, არ გესმის, არ ვშორდებით და სხვათა შორის მე სმაილიკი მიყვარს. და დანა, შენ სახლში დაგელაპარაკები, ასე არ უნდა იქცეოდე. რანაირი დღე იყო დღეს? სმაილმა კინაღამ პატარას დაუჯერა და დიანას დაშორდა. პროვასტი, დანას ასე არ უნდა ეხუმრა. ჯანდაბა დიანა, ჯობდა მე დაბრუნებოდი. კარგი, არა უშავს, მაინც დამიბრუნდები. ჯანდაბა მეგობარო, იანა შეურაცხყოფილი იქნება. ბრაუ, შენ რა უნდა გააკეთო? ყველაფერს ხო არ მოაგვარებ? რატომ უნდა იყოს ნაწყენი? ხო, მაგრამ გოგოა მგრძნობიარია. მომისმინე თუ უყვარხარ გაიგებს და არ გაბრაზდება. ხმა მარტივია. კალათბურთელებო! სმაილიკ, როგორ ხარ? გამარჯობა. აბა ახალი ამბები გაქვს? იანა, როგორ ხასიათზე ხარ? ძალიან კარგი ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ ვიცი რაც მელოდება. ხო, მე ახალი ამბები მაქვს, მაგრამ ვფიქრობ არ მოგეწონება. რას გულისხმობ სმაილიკ? ვერ გამოასწორე? მე არ ამირჩევენ? მითხარი, ჩავიჭერი? ხო, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო? მწვრთნელს არ უნდა. ჯანდაბა არა და დიდი იმედი მქონდა. სმაილიკ, ბროვასტიმ იანას გაუკეთა ყველაფერი? დიანა, კარგი რა მართლა დაიჭერე რომ ვერ გავაკეთებდი? ყველაფერი მოგვარებულია. ვაიმე, ვიცოდი რომ საუკეთესო ხარ. მადლობა, მადლობა. კარგი, დამშვიდდი. აი, ინებე, გილოცავ. ახლა გუნდის კაპიტანი ხარ. ვაიმე, რა მაგარია. ამაზე ვერც კი მიოცნებებდი. მადლობა. მოიცადე ბროვასტი, ამას კაპიტნის ფორმა მისცეს? იანა, დღეს ხომ კარგ ხასიათზე ხარ. მე ვერ შევძლელი გაკეთება. სმაილმა პირველი გააკეთა და მხოლოდ ერთი კაპიტანი შეიძლება. ჯანდაბა, ეგ ნიშნავს რომ ჩირლიდერი ვერ ვიქნები? ჩავიჭერი? იანა, არ გაბრაზდე, შემდეგ წელს შენ იქნები გუნდის კაპიტანი. მომავალ წელს? არა, არ მინდა რომ ერთი წელი დავიცადო. დიანა, არ ვიქნები მე ჩირლიდერი? იანა, კარგი რა, ნუ ნერვიულობ. რა თქმა უნდა იქნები ჩირლიდერი, რადგან მე ვარ კაპიტანი, მე მოვაწყობ შეჯიბრებს და შენ პირველი აგიყვან. ვაიმე, მოკლედ სმაილიკ, დიდი მადლობა. მადლობა. ახ, ჯანდაბა, ბროვასტი, რანაირი შეყვარებული ხარ? სმაილიკმა მოუწყო დიანას ყველაფერი, მაგრამ შენ ვერა. იანა, არ გეწყინო, სმაილი კალათბურთის გუნდის კაპიტანია, მაგრამ მე არ ვტირი. იანა, ნუ ნერვიულობ, რა თქმა უნდა ჩირლიდერი გახდები, ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, ყველაფერს გამოვასწორებ. მართლა, რა თქმა უნდა. თულია ამ გოგოებთან გამკლავება. სმაილ, შეწყვეტა წუწუნი, შენ კარგად ხარ, იანა განაწყენდა. დიანა, სერიოზულად? ხო, აბა, რას ელოდებით ბიჭებო, წავედით გავემზადოთ. შერჩევისთვის. ხო, წავედით. გოგოებო, რას ფიქრობთ? ამირჩევენ ჩირლიდერების გუნდში? კარგი რა, ჯიჯი, შენ ძალიან პატარა ხარ, მე ამირჩევენ. არა, მე ამირჩევენ. არა, ჯული, შენ ჩემზე ჭარბი წონა გაქვს, ამიტომ მე ამირჩევენ. ვაიმე, საერთოდ ორივე გაჩუნდით, მე ამირჩევენ. ეს საშინელება არა, აუტანელი. ამ გულშემატკივრებს შეხედეთ. რატომ ფიქრობენ რომ მიიღებენ? ჩემს ლეილას მიიღებენ, ის საუკეთესოა. პატრიკ. ნეტა ვინ იქნება გუნდის კაპიტანი? ხო, ძალიან საინტერესოა ვინ აირჩევს ჩირლიდერებს. გოგოებო, მოდით ნაკლები ვილაპარაკოთ და მეტი ვიშრომოთ, სანამ ზაიცევა და ბონდარენკო მოვლენ. გოგოებო, წარმოიდგინეთ, ჩვენ თუ გავხდებით ჩირლიდერები, მათი ყბები დავარდება ძირს, ძალიან გაუკვირდებათ. დარწმუნებული ვარ, აგვირჩევენ. ძალიან მაინტერესებს, ვინ აირჩევს ამ ჩირლიდერებს. კარგი რა, ალბათ ვინმე ლამაზი გოგო იდეალური ტანით. ხო, მალე მეც გავხდები ლამაზი ჩირლიდერი. თუ ესენი ჩირლიდერები გახდებიან, მაშინ ჩვენ ვინ ვიქნებით? არ ვიცი არტე, მაგრამ უკვე გეგმები მაქვს რა სპორტს უნდა გავყვე. ამისთვის აღჭურვილობა შევუკვეთე. თუ ისინი ჩირლიდერები გახდებიან, მე მორბენალი გავხდები. ხო, კარგი მორბენალი იქნები, გრძელი ფეხები გაქვს, სწრაფად ირბე. მე კრივს ვაპირებ. ლეილას დავიცავ თავის დაყვანისმცემლებისგან. პატრიკ, ფიქრობ რომ ჩირლიდერი როცა გავხდები, შენთან ერთად ვიქნები? არა, მე ვინმე კალათბურთელს ვიპოვი ალბათ. ლეილა, შენ ვერავის ვერ იპოვი. ჯანდაბა, ბავშვებო, ზაიცევა და ბონდარენკო მოდიან. არ მიუცემთ უფლებას გახდნენ ჩირლიდერები. ხო, არავითარ შემთხვევაში. მიდით, გზა დამითმეთ, კაპიტანი მოდის. ხო, და მე მისი შემცვლელი გავხდები მალე, ამიტომ გაიწიეთ. რას გულისხმობთ? ეს რა, ხუმრობაა? გოგოებო, მე მგონი ვერ გავხდებით ჩირლიდერები. არა, გოგოებო, არ უნდა დავნებდეთ. კაპიტანი არის, მაგრამ გუნდი არა. დიანა, შეიძლება რაღაც კითხო? რა თქმა უნდა, შეგიძლია კითხო. შენ რადგან კაპიტანი ხარ, შენ აირჩევ ჩირლიდერის გუნდის წევრებს? ვა, ჩემი დიანა ჩირლიდერი გახდა. ხვალ სავარჯიშოდ უნდა წავიდე. დიმა, დაივიწყე დიანა, ხვალ სხვა ჩირლიდერები იქნებიან. ვინ, ჩვენი კლასელები? რატომ? იქნებ სხვა სკოლიდან მოვიდნენ გოგოები.
გოგოებო, დამშვიდით, არიტიროთ. სხვათა შორის, რადგან გუნდის კაპიტანი ვარ, ეგ იმას ნიშნავს, რომ მე ავირჩევ ჩირლიდერებს და ერთი უკვე მყავს. გაიცანით? Yana. პირიდან მოიწმინდეთ ნერწყვი. კარგით, გოგოებო, კასტინგზე შევხვდებით. წარმატებები. კარგი, დიანა, კასტინგზე გნახავთ. კარგი, მაშინ ნახევარ საათში გნახავთ. კარგი, მოგვიანებით გნახავთ, ბიჭებო. გოგოებო, აუცილებლად უნდა გავხდეთ ჩირლიდერები და შემდეგ კალთბურთელი შეყვარებულები გვეყოლება. მისმინე, დიანა, აბა ეს ცხრები მოვიწვიოთ ჩვენს შეჯიბრზე? ხო, იანა, კარგი იდეაა, შეგვიძლია გავიცინოთ ამაზე. მოკლედ, გოგოებო, შეგიძლიათ დღეს შეჯიბრზე მოხვიდეთ და ცადოთ. იქნებ რომელიმე თქვენგანი მაინც გახდეს ჩირლიდერი, რაც სიმართლე გითხრათ მე ეჭვება. სხვათა შორის, ბიჭებო, თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ და თქვენს გოგოებს უგულ შემატკივროთ. მეც წამოვალ. კოსტი, ჩვენც წამოვალთ. მეც წამოვალ ლეილასთვის. კი ბატონო, ცადეთ. კარგი, იანა, წავიდეთ ახლა, უნდა გავემზადოთ ჩვენი შეჯიბრისთვის. აბა გოგოებო, ვის გინდათ რომ მოხვდეთ გუნდში და იყოთ ჩირლიდერები, გვაჩვენეთ თქვენი ნიჭი. მზად ვართ. ძალიან კარგი, ესე იგი მზად ხართ. მოკლედ, იცოდეთ რომ ძალიან რთული შეჯიბრი იქნება და ყველაზე ძლიერი შეირჩევა მხოლოდ. ამიტომ გოგოებო, ძალიან ეცადეთ, რადგან საუკეთესოზე საუკეთესო მიიღებს ამ კოსტუმებს და ჩირლიდერები შეირჩევიან ჩვენ მიერ და კალთბურთელების მიერ. აბა მზად ხართ? მორჩა მეგობრებო, ხვალიდან ვარჯიშს დავიწყებ და დიანა ჩირლიდერებს შევხვდები. გოგოებო, ისე ძალიან ცუდია რომ დიანა ირჩევს ჩირლიდერებს, იმიტომ რომ რაღაც არ ვარ კარგად მასთან ამ ბოლო დროს. ჯიჯი, მოკეტე რა. დიანა, შეიძლება მე ვიყო პირველი? კარგით გოგოებო, ეცადეთ რომ გაგვაკვირვოთ მე და კალათბურთელები. აბა, წარმატებები. გამარჯობა ყველას, მე იანა ვარ და ძალიან მინდა რომ ჩირლიდერი გავხდე და დარწმუნებული ვარ რომ გუნდს იმეც არ გაბუცრუებ. ძალიან კარგი იანა, შანსი გაქვს რომ გახდეთ ჩირლიდერი. მიდი, გვაჩვენე ახლა შენი ნიჭი. რა თქმა უნდა. იანა, მიდი, ზუსტად ვიცი იანა გახდება ჩირლიდერი. დიანა, ზუსტად იცი რომ მას აირჩევ, ზოგჯერ მკაცრი ხარ. როვასტი, რა თქმა უნდა ავირჩევ. უბრალოდ ახლა სხვანაირად ვერ მოვიქცევი, თორემ სხვა გოგოები იეჭვებენ. აბა, დავიწყო? რა თქმა უნდა, იანა, მიდი, სცადე რომ ეს კოსტუმი მოიპოვო. მე ვარ იანა და მე მინდა გავხდე ჩირლიდერი. რატომ იცინი ხარ, თუ ვერ ხედავთ იანა როგორ ტრაბახობს კალათბურთელების წინ? იანა ვერ ჩააბარებს, იანა ვერ ჩააბარებს. სხვათა შორის გოგოებო ძალიან დიდი შანსი აქვს, იმიტომ რომ დიანას მეგობარია. მოგწონს იანა? ის მაგარია? ხო, მაგრამ ვარჯიში ჭირდება. დიანა, შენც ირჩევ იანას? იანა, გაჩერდი. აბა, როგორი იყო? აპლოდისმენტები იანას, რადგან შენ მიღებული ხარ გუნდში. რა მაგარია! ჯანდაბა გოგოებო, ჩვენი შანსები მცირდება. გოგოებო, რამდენი ჩირლიდერი უნდა იყოს გუნდში? 4 სხვათა შორის. ესე იგი შანსი კიდევ მაქვს. მეც. ყოჩაღიანა, აიღე შენი კოსტუმი. ძალიან კარგი იყო. და აქ დაგეოლდები, მოდი. დიანა, იმედებს არ გაგიცრუებ. გოგოებო, მე ჩავაბარე. მორჩა გოგოებო, შემდეგი მე ვარ. მიჯული, შენ შეგიძლია. მომისმინე დიანა, მგონი ამ გოგოს უარი უნდა უთხრათ, ზედმეტად მაღალია ჩირლიდერისთვის. მისმინე სმაილიკ, ხომ იცი რომ აქ ყველა დავპატიჟეთ და იმიტომ დავუძახეთ რომ ჩვენი თვით შეფასება ავიმაღლოთ. მოგესალმებით ყველას, მე ვარ ჯული და მე ბავშვობიდან მოცნებობდი რომ ჩირლიდერი გამხდარიყავი. შემიძლია შპაგატის გაკეთება, მაგრამ დღეს ვერა, იმიტომ რომ ჯინსი მაცვია. მისმინე გრუშა, მიხარია რომ ბავშვობიდან ოცნებობდი ჩირლიდერობაზე, ამიტომ ახლა აიღე პომპომები და გვაჩვენე რისი გაკეთება შეგიძლია. გრუშას აირჩევენ, მე მისკენ ვარ. მიდი გრუშა, მიდი გრუშა. ბიჭებო, მადლობა დიდი რომ მემბალეში ყოფთ. გრუშა, მიდი. მუსიკა სტუდიაში. დიანა, შეწყვიტე, ის საერთოდ ვერ მოძრაობს. ჯული, გაჩერდი. გოგონავ, შენ მიღებული ხარ. მართლა, მადლობა. ყოჩაღული. ამ კოსტუმს სიამაყით ვატარებ. ბოდიში ჯული, მაგრამ ბროვასტი ხუმრობდა, არ მიგიღებთ. დიანა, რას გულისხმობ? დიანა, ხვალ გავაკეთებ შპაგატს, ელასტიკებს ჩავიცვამ, დამიჯერე. ჯანდაბა ბიჭებო, არ მიიღეს გრუშად, ყოველად ვიყავით მის. ახლა ჩემი ლეილა მივა და მიიღებენ. დარწმუნებული ვარ. პატრიკ, გეყოს ლაპარაკი შენს ლეილაზე. ბოდიში ჯული, ბროვასტი ხუმრობდა, თან შენი ზომის კოსტუმიც არ გვაქვს.
კარგი, არა უშავს, მე მაინც ვეცდები რომ გავხდე cheerleader-ი. აი, ჩემი cheerleader-ი. არტომ არაა შენი ბროვასტის არის. მორბენალი გავხდები და ჩემი იქნება. აბა დიანა, ვინ არის შემდეგი? ახალი cheerleader-ი. გოგოებო, მოდით და ცადეთ თქვენი ბედი. შეხედეთ, არ მჯერა რომ აქედან რომელიმეს შეუძლია cheerleader-ობა. აცადე იქნებ რომელიმეს აქვს ნიჭი. ყველას მოგესალმებით, მე ლეილა ვარ და cheerleader-ი გავხდები. ჩემთვის ბარიერი არ არსებობს. ვა, ბიჭებო, ლეილას ხედავთ? იანა, შეხედე, შენი ძველი ბანდიდან არის ეს. ხო, და ძალიან მკაცრად გამსჯი. მზად ვარ რომ მკაცრად გამსაჯოთ, მაგრამ გაგაკვირვებთ. ლეილა, შენ შეგიძლია, მიდი. მიდი ლეილა, გვაჩვენე ისი გაკეთება შეგიძლია. კარგით გოგოებო. შეხედე დიანა, ის მაგარია. ბროვასტი, რა თქვი, ვერ გავიგე? არა, ის საშინელებაა. ჯიჯი, ის სუსტია. ნასტია, მაგრამ მე და შენ ვართ ძლიერები და აუცილებლად შევძლებთ გუნდში მოხვედრას. მორჩა. გულწრფელად რო თქვა, მე არ მომეწონა. მაგრამ მისი აყვანა აუცილებელია გუნდში, რადგან ჩვენს მოწინააღმდეგეებს ძალიან გააკურვებს. ასე ფიქრობ? დარწმუნებული ვარ. კარგი მაშინ. რა კარგი, აბა მივიღეთ? კი, მიღებული ხარ. გილოცავ ლეილა. გითხარით რომ მას მიიღებდე. აიღე, მადლობა გოგოებო. მიდი უცბად გამოიცვალე. Smile, იცი რა, მე ის მომწონს. ჩუმად თორე ეს cheerleader-ები მოგუკლავენ. გამარჯობა, მე ჯიჯი ვარ და ძალიან მინდა რომ cheerleader-ი ვიყო. მიდი, ჯიჯი. აბა მიდი ჯიჯი, გვაჩვენე ისი გაკეთება შეგიძლია, რითი გაგვაკვირვებ. დიანა, მართლა ფიქრობ რომ ამ ჯიჯის ჩვენი გაკვირვება შეუძლია? კარგი რა, იანა, ხო იცი რომ ჩემი ძველი საუკეთესო მეგობარია. კარგი, მიდი ჯიჯი. აქაა პომპომები. ეს არ არის cheerleader-ის ცეკვა, ეს საშინელებაა. უბრალოდ უკანალ საქანავებ. ჯიჯი, გაჩერდი. ჯიჯი, გაჩერდი. აბა მიმიღეთ? კარგით რა, ჯიჯი მესრისთვის გააკეთა, უბრალოდ თავი შეირცხვინა. რა გინდა, კარგად აქნევდა უკანალს ნამდვილი cheerleader-ი. ახ ჯიჯი, რა გულუბრყვილო ხარ, რა თქმა უნდა არ მიგიღეთ. ჯიჯი, მომისმინე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძველი მეგობარი ხარ, უკანალის ქნევა არ გიშველის. წადი და უფრო მოემზადე და ცეკვა გაუმჯობესე. რა, არ მოგეწონათ ჩემი უკანალის ქნევა? აი, ნახავთ რას გააკეთებ საერთოდ ჩემნაირი ადამიანის გარეშე. აი, ნახოთ. სამაგიეროდ გოგოებო შეგიძლიათ მე მომილოცოთ. მიმიღეს გუნდში. ლეილა, ჩემო სიყვარულო. პატრიკ, ნუ მატრიალებ, დამანებე თავი. ლეილა, შენ საუკეთესო ხარ, ბომბი ხარ. ვიცი პატრიკ, მაგრამ შენთვის არა. ჩემო სიყვარულო, ჩვენ მალე ერთად ვიქნებით. ჩემი სახელია ნასტია და ძალიან მინდა რომ cheerleader-ი ვიყო. გოგოებო, ნასტია არის მე-9 ადან. ჯობია ვინმე მე-10 კლასიდან მივიღოთ. მისმინე ლეილა, მხოლოდ იმიტომ რომ აგიყვანეთ გუნდში უფლება არ გაქვს იტლიკინო ამდენი. ზედმეც თუ ილაპარაკებ ლეილა, მაშინ გაგაგდებ გუნდიდან, ხომ იცი რომ მე ვარ კაპიტანი. აცადე გვაჩვენოს რა შეუძლია. ხო, კიდევ ერთი cheerleader-ი გვჭირდება. აბა ნასტია, გვანახე რა შეგიძლია. აბა, დავიწყოთ. გოგოებო, ნახეთ, ძალიან ცუდად არ გამოსდის, თან ხტუნაობაც კარგად შეუძლია. ხო, არ ვიცი, არასდროს არ მომწონდა ნასტია. მარც მე. გოგოებო, აუცილებლად უნდა ავიყვანოთ გუნდში, პოტენციალი აქვს, ხო სმაილიკ? ხო, შეიძლება რომ იყოს cheerleader-ი. ხო, ის მაგარია. მე ნასტია ვარ, cheerleader-ი, საუკეთესო მოცეკვავე. აბა, რას ფიქრობ? გილოცავ ნასტია, მიგიღეთ გუნდში. აბა ყველამ, აპლოდისმენტები, ახალი cheerleader-ი ყავს. გილოცავ! აი დასაცმელი, წადი გამოიცვალე. კიდევ არის კოსტუმი, ჩემია. არა მგონია, მარიუსა, ჩემზე 1 კილოთი მეტი ხარ. ეგ ხელს არ შემიშლის. მარიუსა მოდის. მთელი შენობა ზანზარებს. მე მინდა რომ cheerleader-ი გავხდე. მომეცითავა პომპომები.
რას ფიქრობს სმაილი? მოგწონს მარიუსა? ის ისეთი ძლიერია. ძლევამოსილი და ძლიერი ნახევარი წუთია დახტის და უკვე დაიღალა. უნდა მოვისუნთქო. მარიუსა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი ხარ, მალე იღლები. შენ ჩირლიდერი ვერ გახდები. ხო, მარიუსა, ბოდიში, მაგრამ გუნდში არ აგიყვანთ. თქვენ ჩირლიდერები კი არა, დაპუტული ქათმები ხართ. ახლა ჩირლიდერი ვარ. ვინ ვართ ჩვენ? ქათმები კი არა, ჩვენ ჩირლიდერები ვართ. ხო, ჩირლიდერების გუნდი. ჯანდაბა, როგორი ჩირლიდერების ჯგუფია? ბავშვებო, უნდა გიხაროდეთ. ახლა ძალიან მაგარი ჩირლიდერების გუნდი არის ჩვენ სკოლაში. ხო, ახლა პატივი უნდა გცეთ. ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ. და ყველაზე საყვარლები მთელ სკოლაში. გოგოებო, შეწყვიტეთ ასე მოქცევა. ახლა ახალი წესები გვაქვს სკოლაში. ჩირლიდერების წესები. გილოცავთ. მადლობა. ბავშვებო, აუცილებლად მოგვილოცეთ. ჩვენ ყველაზე მაგარი ჩირლიდერების გუნდი ვართ. და დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ზარს დააჭირეთ. აბა, კარგად.